საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ერთ წელიწადში 7.5%-ით გაიზარდა და თითქმის 700,000 მიაღწია. იმ პირების რიცხვი კი, რომლებიც თვლიან, რომ ღარიბები არიან, მილიონზე მეტია. სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლო 2025 წლის იანვრის მონაცემებით საარსებო შემწეობის მიმღები. სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე პირთა რაოდენობა 616,349 შეადგენს. აქედან 465,026 ადამიანი მხოლოდ საარსებო შემწეობის მიმღებია, ხოლო 221,323 დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირია, რომელთაც 4 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველი სტატუსი გარანტირებულად უნარჩუნდებათ. მონაცემები შეაფასეს გორში რიგითმა მოქალაქეებმა. გამოკითხულთა დიდი ნაწილი თვლის, რომ სოციალურ შემწეობას დღითიდღე უფრო მეტი მოქალაქე საჭიროებს, რასაც უმუშევრობის პრობლემებით ხსნიან. სამუშაო ადგილები ნაკლებია. ნაკლები ადრე ელმალებს უშევდი, თვითმფრინავს უშევდი, ჩარხებს და მანქანებს უშევდი და აღარებს აღარ უშევთ, რა ვიცი. უშევებთ, აღარ უშევთ. და ამას უკავშირებთ გაზრდილ სოციალურად დაუცველების. ზუსტები აღარ ამუშაობს. ზარმაზელი საკავშირო ის იყო. კომიტეტი აღარ ამუშაობს, ხო 5,000 კაცი მუშაობდა, აქაც უკვე 1,000 კაცი მუშაობდა, მაგრამ რა ვიცი. ჩვენი საქართველო გადაიქცა სასოფლო სამეურნეო ქვეყანად. მაგრამ იქნება ახლა. სოფლიანცა ზოგი სიკადის ზოგი თვითფრიში მიდის. და თქვენი აზრით რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ნაკლებად სოციალურად დაუცველი ადამიანების რაოდენობა შემცირდეს? რა უნდა გაკეთდეს ამისთვის? რა ვიცი, სახელმწიფო მეტი უნდა იზრუნოს და უნდა დავეხმარონ ამერიკელები, ევროპელები. მეკითხეთ ეკონომიკურმა დიდმა გაჭირვებამ. პენსიას ვიღებ შვილო და არაფერში არ მადგება რა, გადასახედეს. მადლობთ. და აი რომ გითხრათ კიდე ისიც, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ამის პრევენცია მოხდეს და ნაკლებად სოციალურად დაუცველი ადამიანი იყოს ჩვენს ქვეყანაში? რა გითხრათ, აბა რა ვიცი, ვერ გეტყვი. მეტი სამუშაო ადგილი თუ რა საკვირველია მეტი სამუშაო ადგილი? გაიზარდა სოციალურად დაუცველების რიცხვი. თქვენი აზრით რამ განაპირობა ეს ზრდა? გაჭირვებულმა ცხოვრება. აი რომ გითხრათ უფრო სამსახურების ნაკლებობა, დასაქმების. ყველაფრის ნაკლებობა, რაც ხალხს ჭირდება და აკლია. არა. და იმან გამოიწვია ეს ყველა. სამუშაო ადგილი არ შეიქმნება, სანამ არ გაერთიანდება ეს ხალხი. ხალხი უნდა გაერთიანდეს და ცოტა მოცოხნეო და ცოტა მოთოხნეო. მე მაგალითად მიჩვენია ცოტა და ძალიან მშვიდობა შვილო.